გზისპირას ნაყიდი ხილბოსტნეული ჯანმრთელობისთვის საშიშია, ამაზე სპეციალისტები საუბრობენ. სურსათის უნებლობის წარმომადგენელი ირაკლი არაბული ზაფხულში ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტების ხილბოსტნეულისა და ნაყინის შეძენის დროს უსაფრთხოების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საფრთხე შეიცავს საავტომობილო გზისპირას გასაყიდად გამოტანილი ხილბოსტნეული და ასევე დეფორმირებული ნაყინი. გზისპირას გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი გარკვეულწილად რისკის შემცველია. გარდა იმისა, რომ არსებობს ფიზიკური დაბინძურება, რომელიც მანქანების გამონაბოლქვის შედეგად წარმოიქმნება, ასევე არსებობს პროდუქტის გამონაბოლქვიდან ტყვის დაბინძურების შანსი. თავდაცვის ერთადერთი მექანიზმი არის ის, რომ საფუძვლიანად უნდა გაირეცხოს ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, რასაც შევიძენთ. არ შეიძლება გზისპირას არსებული ხეებისგან ხილის მიღება, რადგან ადრე სპეციალისტები რგავდნენ გზისპირას ისეთ ხეებს, რომელიც მანქანების მოძრაობის შედეგად გამოყოფილ ტყვიას იწოვდნენ. ასევე დეფორმირებული ნაყინი ნამდვილად არის საფრთხის შემცველი, რადგან თუ ნაყინის ფორმა აქვს შეცვლილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ერთხელ უკვე დადნა და შემდეგ ახლიდან გაყინეს. თუ მასში არსებობს მავნე ბაქტერიები, დადნობის დროს ისინი იწყებენ გამრავლებას და ნაყინი ჯანმრთელობისათვის საშიში ხდება. ამიტომ უნდა მოვერიდოთ დეფორმირებულ ნაყინებს.